მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, აი ამ სტუდიის არტ სივრციდან და დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ყველასათვის ცნობილი და საოცრად საყვარელი პიროვნება. დიდი კაცი, მე ასევე ვეძახი მას, იურა მეჩითოვი. ჩემი ძალიან დიდი მეგობარი, ძალიან დიდი ხელოვანი და ძალიან კარგი კაცი. იურა, მიხარია ძალიან, რომ ჩვენ კარის მეზობლები ვართ. წეგან კი წარგადგინე, შემოვედი შენ, ღეროდი შენთვის იქა და ისიც მინდა რომ გავიდეს და მაყურებელმა ნახოს როგორი ხარ ხოლმე შენ სიმართლე. ნოჟო ღერი ვარ კიდევაც, როცა დავლებ ხო. ხო და ეკა მუხაძე მხატვარი, იურა მეჩითოვი, ფოტოგრაფი, დიდი ფოტოგრაფი, ლევან ანჯაფარიძე, კინორეჟისორი, საოცარი რა არის, იცი რომ სამივეს ჩვენი პროფესია არის რაღაცა საოცარი ფუფუნება. სამივე საუკეთესო პროფესია, მაგრამ დამოუკიდებლად და სამივე ერთად კიდე ქმნიან ერთ ძალიან კარგ პროფესიას, რასაც კინო ქვია რა და ეს არის აუცილებელი. კიდე ოპერატორი გვიღებს ახლა ამას და ეს კაცი მან და იქით შეიძლება რედაქტორი იჯდეს, რომელიც შეგვისწორებს რაღაცას და ასე შემდეგ. ეკა რა ვიცი, მე ძალიან დიდი მადლობით მინდა მოვიხსენიო ჩვენი მხარდაჭერისათვის იუსკი შესანიშნავი სკანდინავიური ბრენდი, რომელიც საოცრად ესთეტიკური ნაცვლად. ანუ იუსკის იმით ვზივარ ახლა მე აქ. ხო, აბა გარე და შიდა ინვენტარით დაგვეხმარა ძალიან და დაგვიდგა ქართულ კინოს დაუდგა გვერდით. და აგერ შესანიშნავი ღვინო, მოგვართვა ვინოტელმა. აი ეს არის შემობატონო ისე კი არა, ესაა საფერავი თავკვერი. ანუ ერთად არის საოცარი ღვინო. ეკა მე ჩვენ ამას დავაჭაშნიკებთ ვინოტელის, ხო, ეს რაღაც მიქსია საფერავის და თავკვერის ერთად და ეს სხვანაირი რაღაც იქნება. და სხვათა შორის ხო იცი ღვინო დიალოგის საუკეთესო საშუალებად ითვლება და ჩვენ ამას აუცილებლად ნახოთ აბა როგორ გაგვა. იურა, ჩაგვერთო. ესე იგი იუსკი, რომელმაც აღჭურვა ჩვენი სტუდია დახვეწილი, ელეგანტური, ხელმისაწვდომი. რა მთავარია ეგ, ხო? აბა რა. ასეთი პროდუქციას აწარმოებს და სკანდინავიური ესთეტიკის მატარებელია და ჩვენ სახლებში უამრავ ქვეყანაში 48 ქვეყანამდეა. დიდებული ბრენდია, ხო? 3300 მაღაზია და ონლაინ ასევე აქცენტით ყველაფერი არის განლაგებული მათ იმაზე, გვერდზე ძალიან ის არის, რა ქვია, კომფორტული და ჩვენ დაგვიდგა მოკლედ გვერდით ეს საოცარი ადმინისტრაციით, სხვათა შორის ძალიან კეთილი და კარგი ადამიანებით, არა, ძალიან თბილი ადამიანები. და არის ასე ვთქვათ ჩვენი შემადგენელი ნაწილი, ჩვენი ქართული დიალოგის, მან შექმნა, ესე იგი, მხარს გვიჭერს ამ ჩვენ დიალოგში, ქართულ კინოს არის ქართულ კინოს უჭერს პირველ რიგში მხარს და ვინოტელი, რომელიც მას მეძლობს აი ამ ჩვენ დიალოგის დროს, რომელიც როგორც დაფიქრების სიმბოლო, რაღაცა ურთიერთობის გამტკიცების ფიქრების გამომწვევი, ასე ვთქვათ, აი ესე სიმბოლურად. კონცეფცია მოძებნა ეკამ ძალიან კარგი. რა გვაქვს საერთო? შევსვათ აუცილებლად. რა გვაქვს საერთო? საერთო ბევრი რამე გვაქვს, არა იურა. ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი იურა მეჩითოვი. შევარჩიეთ როგორც პირველი, იმიტომ რომ ჩვენ მეზობლად არის ოფისში, მაგრამ მე ღვინოს მოყვარულია ისე. ღვინოს მოყვარულია. ყველაზე მთავარი ის არის ყველასთვის, ანუ ჩვენთვის ყველასთვის ღირებული აი ამ საერთო თემებზე, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ. თავკვერი მივიღეთ. ჩემთვის დიდი პატივია დაპატიჟება თქვენთან ყოფნა. თან პირველი ხო ის ბადლია, ერთხელაც უნდა დალოცო ეს მევანდელი. უნდა დავლოცო. თუ არ ჩაგვეთვლება ალკოგოლიზმის რეკლამაში, მაშინ უნდა დაველოცოთ, რა საკვირველია. დიდება უფალს და დიდი მადლობა. ღმერთს რომ მოგვეცა ამის საშუალება აგვიხსნე. კეთილი ადამიანები. ამინ, ამინ. კეთილი ბრენდები, რომლებიც დარწმუნებულია, რომ კიდევ მოიმატებს ჩვენი გადაცემების პერიოდში და დაგვიდგნენ გვერდი და ჩვენ კიდევ ვაკეთოთ ეს კარგი საქმე. გვყვარდეს ერთმანეთი. აბა დავაგემოვნოთ ვინოტელის მორთმეული ღვინო თავკვერი, ჯერ ასახები და თან საფერავი. აბა? ხო, ერთმანეთთან თუ არ ჩხუბობენ, კარგია. ფანტასტიკური. შენ ღვინის ხადრი იცი, ფანტასტიკური ღვინოა. ბრავო, ვინოტელს ნამდვილად ჩაეთვალა და ძალიან კარგი მეგზური ყავს მისი სახით. იურა, მაყურებელი ძალიან უყვარხარ და ძალიან უნდოდა ჩვენთან შეხვედრა. ჩვენი პატარა გამოკითხვები ჩავატარეთ და მით უმეტეს დაემთხვა ის, რომ ჩვენ ესე ერთი ახლობლები ვართ და შორს არ ვიყავი, არა? და გადაცემას ხويا ჩვენთან. ასე რომ გადაცემას ხويا ჩვენთან. ო, არა, საერთოდ კაი დასახელება. გამომდინარე, იურა.
მე ვიცი შენი ქალაქელობა და შენი თბილისელობა და შენი რა კაციც ახარ, მაგრამ მაყურებელს აინტერესებს შენი წარმომავლობა, აი პირველი საიდან როგორ გაეცანი რა, ვინც არის. ისე ერთი მეგობარი მყავს სულ ამბობს გაურკვეველი წარმოშობის ვარ, მაგრამ ჩემი წარმოშობა გარკვეულია 100%-ად, იმიტომ რომ მე ვარ ჩემი გვარი მოდის სოფელ ზერტიდან, გორის რაიონი, მანდ არის მეჩიტიშვილები, ბეჭდაშვილები, ვეჭდოები, ყველა ჯურის ხალხია, რატომ იცი, მაგრამ იქ ჩითი იყო თუ რაღაცას აკეთებდნენ, აი ჩითი კი უბრალოდ აბრაშუმის ჭიას ახარებდნენ, მაგრამ ეს ჩითი და აბრაშუმი ხა მაინც ის არის ქსოვილი ერთიც და მეორეც და მოკლედ აი ეს ჩითის გაბროლების ხალხი, რომელიც ამას ჭიების გაბროლების ხალხი იყო ამით ჩართული, ამაში ჩართული და იქიდან მოის ეს გვარი. მე ნუ ახლა რუსული დაბოლაება მე ხდება ეს გასაგებია როგორ ხდება, ასე ბარათოვებიც იყვნენ და ვინ არის ალავერდობი ხო? ხო, მაგრამ ეს მამაჩემი სულ იძიებდა, მამაჩემი სულ ქართველად, მასაც ეწერა პასპორტში სომეხის ხვალთაში, როგორც მე იმ პასპორტში მეხუთე. შენ სომეხი გიწერია, არც ვიცი. არა, ეხლა არაფერი არ მიწერია, გასა ხალხი ამაზე ნერვიულობს, მაგრამ ეხლა არაფერი არ მიწერა, მაგრამ ეწერა ასე და მამაჩემი სულ ამო წავიდა არქივებში, მიაკვლინა რომ ჩვენ ვიყავით მანამდე სოსებაშვილები ვიყავით, ეხლაც მელაპარაკ ერთმა მეჩიტოვამ დამირეკა, თქვენ ისეთ რომ სოსებაშვილები ვიყავით ჩვენ. მე ვთქვი ვიცი როგორ მამაჩემს მოკლეული აქვს ეს და სულ ამობდა მოდი ურა დავიბრუნოთ ჩემი გვარი, მაგრამ ჩვენი გვარი, მაგრამ მე ვიყავით 16 წლის მაშინ და სკოლაში ვსწავლობდი და უკვე ჩვენთან იყო ეგ სიტუაცია დაიწყო ვიღაცემ ამ გვარებზე გადასვლა, ჰქონდათ ეს ავისუფლება, ჰქონდათ ამის თუ არ ჰქონდათ, მაგრამ ეს ყველაფერი აღიქვებოდა ცოტა ცუდად. გაიგე და მე კიდე არ მინდოდა ყოფილიყავი ამ სიტუაციაში და მაგრამ ჩემი ძმა უფრო წესერი აღმოჩნდა, ჩემი ძმა არის მეჩიტიშვილი, ჩვენ ვართ სამი ძმანი ვართ, ერთი არის მეჩიტოვი, მე ვარ, მე არის მეჩიტიშვილი, ჩემი ძმა სამი შვილიც, ისინი მეჩიტიშვილები არიან ყველანი და შვილიშვილები და მთელი ამბები და მე კიდე მეჩიტოვია ჩვენი უმცროსი ძმა და ვართ ასე და არ ჩხუბობთ ისე ჩვენ მაგარი ძმობა გვაქვს. არა გვაქვს საჩხუბარი შენი ეროვნების ამბავი. მაგრამ დედა ჩემი არის სომეხია ნამდვილი, მაგრამ სპარსეთიდან სომეხია, ძირები იქიდან მოდის, თეირანშია ჩვენი ნათესაობა დედაშენის მხრიდან დასაფლავებული და თემი ამბავი და მოკლედ ასეთი უცნაური ალიანსი შეიქმნა და მოევლინე ქვეყანა. იურა, მე თქვენ დაბადების დღეზე თქვენ ერთ-ერთი ძმა არ ვიცი ის უმცროსია თუ რომლები მოხიბლული ვარ, არა უცროსი იყო რა, ყველა უცროსია ორივე, იმიტომ მე ვარ უფროსი. კი, აი ძალიან მომეწონა და ხო, ეს ჩემი ძმა იქნებოდა ალექსანდრე ალიკა არკადი, რომელიც მაგარი გიტარისტია, უკრავდა ამ კოჩაროებთან ერთად ფელი ბიტლომანია განავცო მთელ underground. არა მხოლოდ კავშირში, არამედ მთელი მას კავშირის გარეთაც მაშინ იყო მათი მოგზაურობები. უბრალოებით და კი, მეგობარის ყავდათ. დიდი ხნის ნაცნობია ისე. იურა, აი ეხლა ჩვენ ამ წიგნებზედაც ჩანს შენი ძალიან დიდი წვლილი საერთოდ კინემატოგრაფიაში და მე რასაკვირველია შეგეკითხები შენ არაერთ ცნობილ რეჟისორთან გიმუშავია. ნუ მქონდა ბედნიერება, რა თქმა უნდა. ხო, და აი არა ეს მართლა ბედნიერება, ეს უბრალოდ სიტყვა არ არის, ეს ბედნიერება, როცა შენ ამ დიდი ადამიანი ნახე, აი ცხოვრებაში ფიქრობ, რა ბედნიერება ეს. როცა მარჩელო მასტროენთან ერთად დალევ ღვინოს, აი როგორც ახლა ჩვენ ვსვავთ. კაია, და გაიხსენებ ამას, რომ დაგილიევე კიდევ. მაგრამ შენ ეს ამბავი მოგიტანა ფოტოკამერამ? ხო, ფოტოკამერა აღმოჩნდა რაღაც ასეთი აი კავშირი, ის გაკავშირებს ბევრ ადამიანს, რაღაც სიტუაციებს, რაღაც ის გახდა რაღაც ზაკვლევი გახდა. ჩემთვის ფოტოგრაფია არ არის კომპასივი. ხო, რაღაცა უცნაურად მოხდა, თორე მე კი 10 წლიდან ვიღებ, მაგრამ აზოს არ ვაფასებდი ფოტოკამერას ამ კუთხით, როგორც ახლა შენ თქვი. და არც იმ კუთხით, რომ ეს რაღაცას წარმოადგენს საერთოდ ხელოვნებას და ბიოგრაფიულ რაღაცებს, მაგრამ მე აი ბოლო საბოჯორს ცოტა დავაშკაცდი, მივხვდი რომ რა იარაღი მიკავია ხელში და უკვე მე გამოვიყენე 100%-ად მისი. ნუ 100% თუ არა მე ხალხმა განსაჯოს, მაგრამ პრინციპში გამოვიყენე მაქსიმალურად რამდენსაც შემიძლია. კი, მართლა დიდი და უზადო შესრულებელი წყალს. ხო და იმიტომ ეხლა რომ უყურებ ამ თელ ნეგატივებს და ამ კოლოფებს რაღა ფიქრ რას მისხორია, თურმე ხალხი დადიოდა ღვინოს ვავდა გოგოებში დადიოდა, მე კიდე სულ ფოტოგრაფია და არა, თავარი ეგ არის რომ დადიოდი კიდევაც და თან იღებდი კიდევაც, ეგ კიდე უფრო მაგარი რამეა და შენ პროფესიონალიზმს ხას, რა ვიცი, ხა თუნდაც ის ფარაჯანოვი რო ვახსენოთ ამ ნუ ფარაჯანოვთან დაკავშირებით ერთი შეკითხვა მაქვს შენ. აი თქვი ახლა, მაგრამ ისეთ შეკითხვა რომ სხვას არ დაუსვავს. არა. აი უფრო, აი რა მაინტერესებს, იცი რომ უდიდეს შემოქმედია რასაკვირველია, მაგრამ უფრო მხატვარია თუ რეჟისორია თუ აი რას დაარქმევდი, აი როგორ თუ რეჟისორი მხატვარი თუ აი რა ნაზავია რაღაცა
საოცარი. რადგან უფრო მეტი დრო ცხოვრებაში მოუწია არა რეჟისორობ, რადგან არ ეძლებოდა ეგ საშუალება და ციხეებში და რაღაც. აი ხატრობა მისში იყო ძალიან, მასში იყო ძალიან სერიოზულად წინა პლანზე წამოწეული. ახლა ერევნის მუზეუმი რო ნახოთ, მან ისი ნამუშევარი, კედლების სავსეა მისი ნამუშევრები, რომელიც მან შექმნა. ნაწილი ციხეში შექმნა, ნაწილი ციხის გარეთ შექმნა, იმ დროს შექმნა, როცა მას არ ჰქონდა საშუალება კინოკამერა აიღო ხელში და გადაეღო ფილმი. მაგრამ ეს ყველაფერი ერთად არის. აი ეს ხატრობა და კინო მისთვის განუყოფელია, იმიტომ ის ხატავდა გადაღების ასაცდელი. თვითონ კოსტუმებს, თვითონ კი მართალია ტიტრებში ხარსო ხალხია, მაგრამ თვითონ აკეთებდა ამ საქმეს ყველაფერს. აი ნახატების მისი იყო, გააზრებას მისი იყო. ერთადერთი რა არ იყო, მისი ხმა იყო გარი კუნცებს. მისცა ეს ფილმი თავის სურამის ციხე თქვა, გარი, რაც გინდა ის გააკეთე. აი ეს მე მოწმე ვიყავი და გარი მეორე დიდოსტატი, გარი კუნცები. მაგარი ადამიანი. 61 წლის იყო რომ გარდაიცვალა დიდებული ადამიანი იყო. ხო, აბა რა. გარი გამიკეთა მე არის ასეთი ქვეყანა და რომ მითხრა რომ ერთ კვირაში მოგცემო რა, მოიწონა. მე ხო იყო სიტყვის კაცი. ორი თვე აკეთებდა და იცი რა ზონებდა მაცადეო რა. აი ვერ წარმოიდგენ ისე იმაშობიო რა. აი ძალიან მინდაო რომ რაღაცეები კიდე მოვიფიქრო და ჩამაბარა ფილმი. ასე კი არ ვიცი რა. ხო, იმიტომ ხმას ანიჭებდა. დიდოსტატი რაღაცა საოცარი. თან მუშაობდა რა აპარატურაზე. გია გამიკეთა ძალკე რაღაც საოცარი და ეს ფილმი ძალიან წონადი გახადა კიდე უფრო რა. აბა ხმარი ერთ-ერთი უმთავრესი ამბავია ასეთ კინოში. ფერი, ფოტოგრაფია, ყველაფერი ერთად. ეს უყურებ, ყველაფერი ჩემთვის არის ფოტო, იმიტომ რომ მე ვაცოცხლებ ამ ფოტოს ყოველთვის და ვიждები ამ პროფესიაზე, შენ პროფესიაზე და თან უნიკალური ისება, ეს ციგნი რომ ნახე მე აი შენი ნამუშევარი. ახალია. ეს არის ამის შეკრული ნამუშევრები, აი რაც კი ქონია, ეს არა, ეს ნატურას და არა, ეს ეროტიკის ეს ეროტიული სურათი შორის ძალიან თამამი კაცი ხარ ეს მინდა გითხრა. 99-ში პირველი გამოფენა მე გავაკეთე ეროტული ხელოვნების. გენაცვალე და 96-ში, 92-ში რო ვიღებდი პირველი გაუპატიურება მე ვანახე იმაში რა ქვია სახეში და მთელი სექსუალური ის მე მგონი გაითამაშეთ ასეთ მართალ ხო აბა მართლა კი არ გაუპატიურებია კაცო მაგრამ ისე იყო გადაღებული რომ ნაღს გავდა და გავბედე მე მოგიყვებით თუ დრო დაგვრჩება მართლთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სასაცილო რაღაცა შემეთხო მაგ ეპიზოდთან დაკავშირებით ამას შევეშვათ ეხლა რა გეგმები გაქვს იურა აი მე აქ ეგუნა არის მომსწრე რომ ჩვენ აქ ძალიან ხშირად ხედავთ უამრავ ახალგაზრდებს რომლებიც მოდიან შენთან და მაიკო მინდა აუცილებლად ვახსენო დეისაძე შენი ნაპარნიცა თუ არის რომ ჩემი დირექტორის არის მეგობარის არის მარჯვენა ხელის არის ცენზორის არის სხვათა შორის მეგობარი ჩემი დიდი მეგობარი ასევე ძალიან დიდი ფოტოხელოვანი ასევე მინდა ვთქვა მე ძალიან მიყვარს მაიკო და აი ახლა ერთად რო ხართ აი რას აკეთებთ იმიტომ რომ ჩვენც მინდა რომ რაღაცა რას ვაკეთებთ ერთადერთი რას კარგს ვაკეთებთ ეგ არის ჩვენი სკოლა რომელიც განსაკუთრებულად სხვანაირი სკოლა თუ ახლა ბევრი ადამიანი ასწავლის ფოტოგრაფს მაგრამ მე მგონი ჩვენ ვასწავლით უმთავრეს ნახვის აი საშუალო ვასწავლით ენას ფოტოგრაფიულ ენას იმიტომ ეს ყველაფერი არ არის იმდენად ტექნიკაზე დამოკიდებული იმაზე ამას დამოკიდებულია სულ სხვა რაღაცაზე რაღაცაზე და აი ამას ჩვენ ვასწავლით ვცდილობთ მაგრამ ყველას რა თქმა უნდა არ შეუძლია ყველა კი არ არის მზად ხო ადამიანი მოდის ისეთი რომელსაც მაგრამ ჩვენთან მართლა ვიც მოვიდა რა ყველა იყო რატომაც აი მომზადებული მისთვის აი თქვა კარგი თუ გაქვს იმედი აი ამ ახალგაზრდებში მოდიან კარგი ხელოვანები შენი პროფესიის აი ვიცი ძალიან რთული პროფესია უფრო რთულია ვიდრე იყო ხელოვანი ფოტოგრაფია იმიტომ ხელოვნებაში ბევრი რამე იმალება იგი შეიძლება რაღაცები გააკეთო თქვა მე ასე ვხედავ და აი პროფესია როგორც ფოტოგრაფის არის ნამდვილად პროფესია იგი ოპერატორი ავიღოთ რა ის ხო არის დირექტორი ფოტოგრაფიის დირექტორი არ ქვია მაგას ინგლისურად ხო და ეს დირექტორი ფოტოგრაფიის უნდა იყოს პროფესიონალი უმაღლესი, მას უნდა ქონდეს გაფრენები, მაგრამ პროფესიონალი. აი, არ განუყოფელი ეს პროფესიონალიზმი, ხელობა და ხელოვნება, როგორც ქართულში განუყოფელია, ხელი ორდივეშია, ასე ეს განუყოფელი. აი, ცოტა ეს არის პრობლემა საერთოდ სწავლების დროს, ხელობაც რთულია. და ხელოვნება ეგ უკვე მე იქიდან მოწოც შეხელობა ათვისებული გაქვს და თუ კარგად გქონდა თავში გაქვს რაღაც სიგიჟე რომელიც შენ გინდა რაღაც გამოხატო ამისთვის უნდა იცხოვრო მაგრამ იცხოვრო როგორ არა სტერილურად გაიგებ მართალია როცა შენ სტერილურად ცხოვრობ შენ სათქმელი არა გაქვს იმიტომ ეს შეიძლება ცოდვილი იყოს ცხოვრება დაბნეული უნდა იყოს ზოგჯერ კიდევაც მე უნდა გამოხვიდე დაბნელობა მე უნდა დათვრე მე უნდა გაგიჟდე მე უნდა აბა ხო სხვა როგორ გინდა და ამა თუ კიდე უნდათ რომ იყოს ეს წმინდანი ვიღაცა მე წმინდანმა შექმნას ეს ხელოვნება ვერ შექმნის
კი, ნამდვილად. იმიტომ ჩვენ თავისი გიჟეები ჭირდება. ვამართლებ ზუსტად ცოდვილებს ვამართლებ ახლა. ანუ ჩვენ გვაქვს როგორც კონცეფცია ჩვენი გადაცემის, რომ ჩვენ ვეძებთ საერთო ენას, რადგან გახლეჩილია ჩვენი საზოგადოება. კი, ნამდვილად ასეა. და აი ეს ძიებაც ერთ-ერთი ჩვენი ალბათ აი ამ ზუსტად რაც თქვენ თქვით, რომ ეს არსად არც წერია, არც ისწავლება ხელოვანს შეუძლია რაღაცნაირად უბიძგოს, აი ესე ვთქვათ, აიღოს ისწავლება, იცი როგორ ისწავლება, შენი მაგალითის ისწავლება, როცა შენ შეგიძლია ვიღაცისთვის იყო რაღაც ორიენტირი, არა? და შენ როგორც იქცევი, ყველა ჩვენ ხო ერთმანეთს ბაძავთ. შვილი რო იბადება, ის ბაძავს თავის მშობელს, მეზობელს, მე ქუჩის ხალხი ხდება მისთვის უფრო დიდი ავტორიტეტი შეიძლება ერთი პერიოდი შეიძლება იყოს. ხო და ჩვენ ყველა მაიმუნობთ, გაიგეთ, როცა შენ იქნები ძალიან კარგი დიდი მაიმუნი ვიღაცისთვის, არა? გადაცემით ჩვენ ზუსტად ეგ წამოწყება დავა. არა, კაი წამოწყება. რადგან ჩვენ ანალოგია არც ვიცით, რომ არის მსგავსი. შეიძლება გავაერთიანოთ როგორმე ერი რომელიც გახლეჩია, მაგრამ ეს გახლეჩილი და გზა ჩატეხილობა, ხით ჩატეხილობა სულ მოგდევს ჩვენ, ეს პირველი ხო არ არის ეს. მაგრამ ხა იმდენად გარდაუვალია ერთმანეთთან რაღაცა აი ეს თლიანობა, აი ჩვენი კითხვა, ესე იგი ესე რომ რა გვაქვს საერთო? აი ამაზე რომ ჩავფიქრდეთ ერთობლივად იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ყველასთვის ღირებულია და ნამდვილად აღიარებულია როგორც ხო რაღაც საერთო ძალიან მომწონშელი ნათქვამი რომ ეს დებატები კი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს რაღაცა აი ესეთი საუბარი უნდა იყოს ბას ზუსტად რაც თქვით ეხლა თქვენ რაც თქვით ზუსტად საოცრად ჩაჯდა აი ამ ჩვენ კონცეფციაში ხო მაგრამ იცით ამისთვის უნდა იყო ადამიანი არ უნდა იყო იდეოლოგიზირებული უშე იდეოლოგიები ხარ ვიღაცებს იმეს ისწრი შეულა განთავისუფლდე მოიხსნა ეს ფილტრები რა არის ფილტრი აი გიტარის ფილტრი ამ ფილტრით უყურებ ამას როგორც ცუდკაცს მოიხსენი არის ასეთი ჯიდუ კრიშნამურტი ინდოელი ფილოსოფოსი მას ზუსტად ეს აქვს შეულა ყოველთვის ადამიანს რო ხვდები ხო იცი მასზე 1000 რაღაცა რა და უკვე შენ წინასწარ განწყობილი ხარ მის მიმართ რაღაცა იმით და ეს ადამიანი შეიძლება უკვე შეიცვალოს შენ თვითონ არ გინახავს გაიგე და შეულა შეხვედრებას როგორც აი წმინდად აბსოლუტურად შეიძლება რომ გქონდეს ეს ფილტრი შენი წინა ცოდნის მასზე თავიდან შეხედე ღმათვალი შეიძლება ის უფრო ღრმა არის შეიძლება მან შეიძლება შეცდა შეიძლება პირიქით ისეთ რამეს ამბობს რაც შენ უნდა აითვისო ეს რამე და შენ უთხრა ისეთი რამე რომ გამოიწვიო იმიტომ და ეს ხვდები კიდე ამან ის თქვა ამან კიდე ის თქვა ეს კიდე ის იყო ეს იდა რომ თქვა რომ ეს შეიძლება ახლა ჩაუთავი მაგრამ ჩვენ ვართ ამ ტექნოლოგიური რაღაცა აი მთელი ამ იმაში ამხელა ცვლილებები შემოაქვს გადატრიალება და მე მგონი ერთადერთი რაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობაში არ შედის ასე ვთქვათ პირდაპირ მნიშვნელობით ეს არის აი ეს უნიკალურობა განუმეორებლობა რაც მხოლოდ ადამიანს აქვს აი ურთიერთობა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს რა ურთიერთობა ხო რაღაც მაგრამ შეიძლება წარსულის გათვალისწინებით რაღაც მაგრამ ის რაც ეხლა თქვენი ლაპარაკეთ აი ზუსტად და მე მაინც მგონია რომ ეს ეპოქა ეს არის თითქოს ერთის მხრივ პარადოქსია და მეორე მხრივ ჩვენ ხელოვანებს პირიქით გვეხმარება კიდევ უფრო კარგად გამოვკვეთოთ თუ მართლა რა არის ყველაზე ღირებული რაში ვართ განუმეორებლები ანუ რა არის ის უნიკალურობა მე მგონი პირიქით ეხმარება ხელოვანს არა შეიძლება მოიხმარო ყველაფერი დანით შეგიძლია პური დაჭრა შეიძლება ადამიანი მოკლა ყველაფერი იარაღია ეს იარაღის როგორ გამოიყენებ ამაში საქმე მაგრამ შეიძლება ძალიან ბოროტათაც გამოიყენო ეს იარაღი დახმარებაში ცით რა ვიგულისხმობ ყველაფერი რაც შეიძლება გაკეთდეს ესე ვთქვათ მანქანის მიერ ის უკვე ისეთი ღირებული აღარ არის ადამიანს ხალხს გამრავლების ტაბულა დაავიწყე რადგან ჯიბეში აქვს ის რა ქვია კალკულატორი 8 ჯერ არის ის რომ 64 და ეგეც არ არის კარგი რაღაცა მაინც რაღაცას შეგან უნდა მოდიოდეს აი გამარჯობა გენოცვალი შენ შემოგევლე სახეზე რომ დაგეთყობა რომ გათფები სალმისაგან შეხვედრისაგან რაღაცა ეს ისეთი თვისება დაგვანათლა უფალმა ჩვენ რომ აი ამის დავიწყება არ შეიძლება როგორ შეიძლება ქუჩაში ხალხმა სალამი არ მისცეს ერთმანეთს კაცო და საერთოდ დიდ ქალაქებს აქვს ეს გაუცხოების პრობლემა სულ რო იყოს ყო კეთილი არა სულ რო იყოს კეთილი განწყობა და ყველაფერი არ მოიდგა შენ შედიხარ ავტობუსში ყველა სხვა ეტყვი ხალხო გამარჯობა ვერ ეტყვი და სოფელში კიდე ვიღაცას ურემ დაждდებოდი ეტყოდი ყველას და სულ 5-ნი იყვნენ 6-ნი იყვნენ ეგ არის საერთოდ ქალაქის პრობლემა ეს გაუცხოება და შენ ლიფტში შედიხარ მე კინო ეპიზოდებით დავინახე რაღაცა რომ მიპაკუნებ შენთვის ქუჩაში ძალიან ისეთი აი თქვა ვერცხლის ქუჩა აბრაზმი რაღაცა ვიწრო ქუჩა და იქიდან მომავალი კაცი რომ მოდის როგორ შეიძლება ორივე სახე ერთმანეთს შეხვდეს
და ან ერთმა არ უსურვო გზამშვიდობის ან მეორე. არა, მაგრამ ხალხი პირიქით უყურებს ის რომ ეჭვის თვალით რაღაცნაირად და ზაის მეც ვამშებ საკუთარ ფიქრს რატომ შევხედე მაგას კაცო და ყველაფერი რაც მოხდება ჩემო ლემა და ჩემო ეკა მოხდება ჩვენ სიცოცხლის დროს. რაც არ უნდა ბევრი ვიცხოთ. აი იმიტომ ისე აჩქარდა ყველაფერი წარმოიდგენ ჩვენ გვაქვს ამის დრო დავინახოთ ამ სამყაროს ან დრამატული გაუნჯობესება არ შეიძლება წალექვა სუბოლომს, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ ადამიანები, რომ ჩვენ შევაჩეროთ ჩვენი ლოცვით, ჩვენი ქმედებით, ჩვენი ნებისმიერი საქმიანობით, ჩვენ შეგვიძლია მოწადინებით, შეგვიძლია ჩვენ და ჩვენი ქვეყნის მაგალითით, რომელსაც პირიქით მე სულ ფიქრობ, რატომ საქართველოს არ აქვს უფლება საშუალება მაგალითი აჩვენოს მთელ სოფლიოს პირიქით. და ჩვენ ერთმანეთს ყოლავდა ერთმანეთს ჯიჯგნით, გასულ და ერთმანეთში იმაში ვარ და ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. გეთანხმებით. რა ვქნათ მაშინ დავლოთ ერთად გავშალოთ პურმალი გზელი მაგიდა თავისუფალი საქართველოს დავარქვათ რას გიდე კიდე რგვალი მაგიდა თრალი საქართველოს იყვას ძალიან კარგად თქვი მოდი ერთი შევსვათ სიყვარულის შევსვათ ჩვენი ქვეყნის ადიდებლად აი სიყვარული ყოფილიყოს ლექსი მაქვს რომ ჯვარი გვეწეროს სისხლის მაგირად რომ ჩვენს დარღვევში ზიზღი ღვიოდეს რაღაცა აქ საშინელება არ შეიძლება ჩვენ როგორ შეიძლება ჩვენ ერთმანეთთან რაღაცა შეიძლება ბევრი რაღაცა სიყვარულს გაუმარჯოს სიყვარული უნდა იყოს თავარი მამოძრავებელი ძალა მე არ ვიცი დაილოცოს გადასარევი ვინოტელის შესანიშნავი ღვინით ცოტა უცნაურია აი ეს ორი შერევა რო არის რაღაცა ეს განსხვავებული ღვინოები ერთი არის თავკვერი და ეს არის კახური ეს არის ქართული გაიგე რაღაცა ერთმანეთს სუსხია გემრიელი საერთოდ ჩვენთან საქართველოში არის 500 ენდემური ჯიში და ზუსტად რადგან პატარა შეიქმნა ასეთი პატარა საწარმოები აი პატარა ჯიშებს რომელსაც არ ქონდათ ეკონომიური გასაქანი იმიტომ სულ იყო კაციტელი საფერავი და ეხლა არის საშუალება რომ ამ პატარა ჯიშებსაც პატივის შეაძერს გონდობ რომ ზვირიღის ყველაფერი მაგრამ საერთოდ არ იკარგება ის რაც ჩვენი მიწის ნაყოფია იგი იმიტომ ეს მართალია ხალხი მან ნერვიულობს ვინ პირველად მოიგონა ღვინო ეკას რო უთხარი მე რომ იურამ მინდა მეთქი აუცილებლად რომ პირველ სტუმრად მოიყვანო მეთქი იცი რა თვითონაც რაზე იყო დაინტერესებული გახსოვს რომ მითხარი რომ აი ტელეფონებით ხდება ეხლა გადაღებები რაღაცეები შენ რაღაცა კარგად ჩამოაყალიბე და მაგრამ თვითონ ილაპარაკა თავისით გასაოცარია უკვე ფაქტიურად ყველაფერი რო აქვს მაგრამ მაინც მე მინდა და მეკითხა რა გითხე გოგო გითხე ესე იგი ეხლა როგორ არის ტექნოლოგიურად ყველას აქვს წვდომა ფოტო გადაიღოს უსასრულო რაოდენობით ანუ ლიმიტოთ და ყველას და აი ფაქტიურად ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ მაგაზე რომ ანუ რა არის რას ფიქრობდით თქვენ ეს კითხვა მინდოდა მე დამესვათ კი ბატონო მე მიგეწყვი ხო რა გეტყვი რაშია საქმე იცით ჩვენ იმიტომ ჩვენ სკოლაში ჩემი და მაის სკოლაში ჩვენ შემოვიღეთ ასეთი ცნება რომ ფოტოგრაფია არ არის ადამიანი ვინც იღებს სურათებს და რადგან ყველა იღებს სურათებს ყველა ხო ფოტოგრაფით ვერ დაიყო ფოტოგრაფია ის ადამიანი რომელიც არჩევს გადაღებამდე, გადაღებისას, გადაღების შემდეგ განაწილებს რას იღებს? ხო, ასულ არჩევანი. მიკინოში სასი. აი ეს ყველაზე მოუხელთებელი, რაც აი თქვათ, მოუხელთებელი, რაღაც არის ისი მოხელთებას უნდა შეეცადოს, ესე ვთქვათ, რომ ის იყოს უკვე რაღაცა ისეთი ძალიან ღირებული ფოტო, ვთქვათ, აი ფოტოს რო იღებს. ერთი აღმოჩნდა. აი გეტყვი, ძალიან ადვილია ფოტოგრაფიაში. არის სულ მინდა მოვიხელთო ხანდა. ფოტოგრაფიაში უნდა იყოს საერთოდ ხელოვნებას უნდა ახასიათებს იდუმალება ახასიათებს. აი იდუმალება ეხლა ეს შიშველი ნატურის ალბომია, მაგრამ მათ პორნოგრაფიის ნაწამალის არა, იმიტომ იქ არის იდუმალება. ეს მისტერია, რომელიც არსებობს, რომელშიც დაუმთავრებლობა უნდა იყოს, მრავალი შრეები გააზრების უნდა იყოს. აი სურათი მაშინ ფეთქავს. აი ახლა ეს ჩემი წიგნია, ერთი პატარა მაინც გეტყვით. ეს არის ორმაგი საქართველოს, ორმაგი გვერდები, სულ საქართველოს და თავი და ბოლომის და ყველა სურათი, რომელიც ირჩეოდა 36 წლის გადაღებული ერთად არის თავმოყრილი. და რატომ იყო ის თავმოყრილი? მე უყურებ 36 წელი უყურებ ერთ სურათს და მაინც არ გბეზდება. და სხვებსაც უაშუქებ და იმათაც მოსწონთ. ანუ მე ყოველთვის საკუთარ თავს ხოლმე არ ვენდო. ხო და იმიტომ მე მივაჩნიე რომ ეს უკვე გავაკეთე ერთად, ორი გავუში რატომ? იმიტომ ერთმანეთს ეჯიბრებიან და ერთმანეთს ავსებენ თუ რაღაცა ხდება და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული ნამუშევარი. ხო და ეს არის აი ფოტოგრაფიის განსაზღვრა. ის არ უნდა იყოს ერთჯერად რომ იყოს პლაკატი, მოწოდება, წავედით, არჩევანი ხმა მივსეთ იმას, პეტრეს, პავლეს, ეს გასაგებია. მან არ არის საჭირო ფიქრი და დონ ფინიტო დაუმთავრებლობა და ესე იგი რაღაცის ძიება და მისტერია იქ გამორიცხულია. აქ კიდე უნდა იდუმალება იყოს ხელოვნების ნიმუში შენ უნდა გაძლევდეს საშუალებას შენ თვითონ ამაღლდე მასთან ერთად. შენ თვითონ გაიარო ნაწილი იმ გზის რომელიც თავაზობს
ოსტატ ის გთავაზობს რაღაცას, შენ კიდე უნდა დაასრულო, შენ ბოლო ნოტი შეუნდა დაწვე, შენ დაღეჭილი ფლათ არ უნდა მოგცეს. ხო, მაგრამ ეხლა მაპატი დამთავრე, ეხლა დამაინტერესა უბრალოდ, ეხლა მოიხლა მომივიდა თავში. მე არ მახსოვს, კარგი რომ მომივიდა თავში. მე როდესაც სწავლობდი, მაშინ მე არ მახსოვს, ფოტოგრაფიას თეატრალებში ასწავლია. კი, აი ოპერატორულ ფაკულტეტზე გონი მეც ვიყავი ერთხელ, საერთოდ ოპერატორზე არ უნდა იყოს ეს რეჟისორი, ეგრე უნდა ხედავდეს საერთოდ. კადრებად უნდა ხედავდეს. არა, არის მან ფოტოგრაფია ასწავლიან, მე არ ვიცი. საოპერატორზე ზუსტად ასწავლიან, ვიცი, საოპერატორზე ნამდვილად რეჟისოროზეც იყო, რას პატარა კურსივით იყო შენ. აუცილებელი რამე, შენ არ აყავს ჯგუფი? მე ჯგუფი მაქვს ახლა ჯგუფი მაქვს აკადემიაში რამდენიმე ჯგუფია, მაგრამ ისინი ფოტოგრაფიის კურსია, ხო, სახელობის აკადემიაში და ეხლა კიდე ფოტოგრაფიას ვასწავლიდი ჯავახიშვილში, მაგრამ იქ არიან ჟურნალისტები, რომელს ფოტოჟურნალისტობა აირჩიეს კიდე როგორც ნაწილი ამ ჟურნალისტობის და ეს იყო მათთვის არჩევანი იყო ასეთი, აირჩიეს თვითონ და რადგან აირჩიეს მეც რატო შეგეკითხე, იცი, რა, იმიტომ რომ მე და ეკა ვაპირებთ ახლა რომ აქ ახალგაზრდების ჯგუფი ავიყვანოთ, რომლებთანაც გვინდა რომ აი რეჟისურა, მხატვრობა, აი კინოს რაც აკეთებს, თქვათ, კინო მხატვრობა, კინო რეჟისურა, დრამატურგია, აი ფოტოგრაფია, დავიდექი გვერდით და იცი რატომ არის უკეთესი? იმიტომ ჩვენი ცოტა არასწორი სისტემა გვაქვს სასწავლის, რომ სადაც ქულებია, კრედიტები, რაღაც უბედურება, დასწრება, არა დასწრება. უნდა იყოს ოსტატი და უნდა იყოს შეგირდი. იმ შეგირდს უნდა უნდოდეს ინტერესი და ოსტატს კიდე უნდა შეეძლოს და სურვილიც ჰქონდეს გაცემის. და მორჩა მათ შორის ერთად ურთიერთობას აკეთებენ და 6 თვეში გააკეთებენ იმას, რაც ისინი ვერ აკეთებენ 5 წელიწადში. იგი სამწუხაროდ. იმიტომ იქ არიან ბიუროკრატულ სისტემის ნაწილი. გავაკეთოთ. მე ვიქნები თქვენთან და თქვენ იღავით მოდი ხაზზე. მოდი აბა ერთობას გაუმართ. გაუმართ ერთობას და რამინდოდა მე თქვა. აი ხა უყურებ იქის პირველი აი ეს დროშითაც არის გოგო თავისთვის. შესანიშნავი. რამინდა თქვა როგორი ვიცი. რა ფოტოა გადაღებული? როგორი ეროვნულია ბატონი იურა, რამდენი რამხელა რამხელა ეს ეროვნული განხრით. რამხელა ისა კაი ხო ვერ შევაკეთე და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ აი ამისთვის არ გინდა მადლობა გადახდა კაცო მადლობას მიხდით გამოდის რომ მე რაღაცა სხვა რაღაცა უნდა ვეკეთებინა და თურმე ეროვნულ საქმეს ვაკეთებ და გამოდის რომ ეს რაღაც მე მატიანე მეხსიერება რაც თქვენ შეგვიძლია ასაც თქვენ შუქებით ვერ გააკეთებ იურა ეს შენ დადიხარ ისე იარე შენი ადამიანობით შენი პროფესიონალიზმით შენი საქმით დამოკიდებული ქვეყანასთან ესე დადის დღესაც რომ ესეთი საქმეები თვითონ მოდიან შენთან გენეცელი ოქრო კაცი ხარ რა ეხლა ამისთვის დამიზახეთ რომ ქებადაგია მოდი სხვა საქმეზე ვილაპარაკოთ საქმეზე უნდა შენთან უნდა და შენ უნდა და აი მოვიდეს შენთან ღვინო მაქვს ულები ჩვენ სამოგიდგებით აქ ჩვენ ერთი პერიოდი ისიც კი გვინდოდა გახსოვს მე მქონდა ესეთი იდეა რომ სამოვარი და ეს იდეა განა უნდა გქონდეს ეს უნდა განახორციელო რაიგე და ერთი სამოვარი დავდგა და თანადგომა და სამოვარი თუ გინდა მე ვიშგიშოვი სამოვარს იმიტომ ეს არის აუცილებელი იმიტომ ჩვენ აი ეს ტრადიცია აი ფიროსმანი რატომ ამბობდა მაგას გზნობდა რომ ეს აკლია ზუსტად საზოგადოებაში და მან მასზე ხო რა იყო კარიკატურა დაუხატიათ რაღაც საშინელი გაიგე მე რომ რა ხატვარია ეხლა ის ხატვარია და რაღაც წადი ისწავლე შვილო რაღაც მაგვარი კარიკატურა ძალიან ეწყინა იმიტომ თვითონ ადამიანი გულში აშკარად იყო ხელოვანი ნამდვილი ხელოვანი რა მოძრაებდა ისე მიყვარს ეს გიორგი შენგელას ფილმი გიჟდები და იმ სცენა სადაც ის ტოებს იმ ქორჭილს ეს ქალიუზის გვერდი და ეხლა იფიქრა მან რა ხელოვნება უნდა შევქნო რომ დაოჯახდე და თვითონ გიორგი რამხეცი იყო რომ თვითონ ფილმიც ნახატს როგორ აგავს საერთოდ როგორ ნახატი დაზეგონია ნახატი ყვება ფანტასტიკურია არა ისეთი ადამიანი ყავდა ჩვენ რომელიც სამაგალითო იყო როგორც ხელოვანი ეხლა მასზე გამოვიდა წიგნი აი გაგიჟდები თუ გიგა 9 კილო არა აი ფიროსმანზე დიდი წიგნი გაკეთდა 9 კილო და ამხელა აი სისქის რაღაც გააკეთა მირზაშვილის დაწყებული იყო და არკადი ტროიანკერის და ის გარდაიცვალა არესალა არც ერთს არც მეორეს ენახა უკვე ბზა პროდუქტი მაგრამ უკვე არის ეს წიგნი არსებობს ხოლმე ინგლისურად არის მაგრამ ნუ აი ეს იგი აი რაც იყო ფიროსმანზე რაც იყო მის მიერ დაწერილი იყო ყველაფერი შევიდა მან და რატომ გამახსენდა ახლა ფიროსმანი იმიტომ თუ ხელოვანებაზეა საუბარი არა ჩვენ ამას ვერა
გავაკეთოთ ეს სამოვარი რა, იცი რატო ხელოვნება საუბრები ეხლაც არის საჭირო, რისთვის არის ხელოვნება? ითქვა და გავაკეთოთ. აი რატომ არის რომ ხელოვნების ხელოვნური ინტელექტი რო არის ახლა, რა თქმა უნდა, იმას შეიძლება შექმნას ყველაფერი, რაც გავს ხელოვნებას. უბრალოდ მან იქნება დაკლებული ერთი მომენტი, მან ეს ადამიანი, რომელიც აი ზის, რომელიც გაოგნებულია, ბევრი ამის გაოგნებულია, ის ძალიან ისეთია რა, ეს ინტელექტი. მას ჩადებ, რომ შეუნდა იმ დროს იყო შეურაცხყოფილი რამით ის იქნება, იმიტომ მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანი უდევს მაგას ეს პროგრამას. ისაჯერ არ ვიცით, ეს ყველაფერი ისევ ადამიანმა უნდა გააკეთოს. ადამიანი აკეთებს მაინც. ეს ხელოვნური ინტელექტი ბრწყინვალედ არტვეს. აი ამაშია. არა, ჩვენ უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა ვაჯობოთ მოკლედ ინტელექტს. უნდა ვაჯობოთ. მე ვფიქრობ, კი არ უნდა ვაჯობოთ, უნდა წარმატებით ვითანამშრომლოთ. არა, ვითანამშრომლოთ, მაგრამ ადამიანურობას იცი ვითანამშრომლოთ, მაგრამ არ უნდა გავცივდეთ, ჩვენ თბილები უნდა დავშევდეთ. ჩვენ უნდა დავშევდეთ კაცო, რას ლაპარაკობ, ჩვენ უნდა ვაგზელოთ ჩვენი წინაპრების გზა და ინტელექტი არავით წინაპრების გზას არ აგზელებს, ის ნებისმიერ გზას აგზელებს, რომელსაც მას ჩაუდებ და ჩვენ კიდე გვაქვს ჩვენი გზა. კი. ხო, იმიტომ ჩვენ გზას უნდა მაგრამ აი ვიაროთ. ესეც არის სახასიათო ესა აქ ხელოვნური ინტელექტს, რომ ყველაფერი რაც კაცობრიობას გაუვლია, ანუ მას შეუძლია რომ სხვადასხვანაირად ეს განავითაროს, რაც არ გვიქნია. არა, ეს მართალი ხარ, საერთოდ ხელოვნება ვითარდებოდა ასე. იაპონელები ხატავდნენ სულ ვერტიკალურ სურათებს, რო ნახეს მე დასავლურ ხელოვნება დაიწყეს ჰორიზონტალურების ხატვას და სხვა. იმიტომ ეს ყველაფერი გადიოდა, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა ყველაფერი უფრო სწრაფი გახდა ეს გაცვლა კულტურების და ყველაფერი რა თქმა უნდა ესეთი მიქსი იქნება და იმიტომ არსებობს ეს ხელოვნება ეხლა ვერ იქნება როგორც იყო ადრე და რა თქმა უნდა ვერ იქნება, მაგრამ მე მგონი ხელოვნებას უფრო დიდი მისია მაინც ეხლა აკისრია და ჩვენ მეტი აკისრია. ხო, ჩვენ ცხოვრობთ ისეთ დღეში, რომ ჩინელები ამბობენ, რომ ღმერთთან უქნას თქვენ ამ დროს ისხოვროთ და რუსებს არ კარგად ნათქვამი და ის არის ბლაჟენ, როგორ არის ეს ნეტარი, ის არის ვინც დაესწრო სამყაროს, რომელიც არის არეულობის დროს დაესწრო. აი მაშინანი ნეტარი. აი ეს მეორე ხელოვნებისთვის რა თქმა უნდა დაულაგებელი ჯობია ვინ დაულაგებელი. არაჩვეულებრივია რომ ეს ყველაფერი არის ზუსტად ქართული კინოს იუბილეო, ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, ანუ ჩვენ დათო ევგენიძე დათომ გავიგეთ მუსიკა მოგასმენინი. იმედი მაქვს რომ მალე დაედება ჩვენ შაპკას. ჩვენი გამოფენისინ იქნება შაპკას. აუცილებლად. კარგია. მე ერთ რამე მინდა კიდევ რომ დავამატო. რომ ხო არ დავღალეთ მაყურებელი. არა მგონია. აი ეხლა მე დავჭრათ რაღაცებია. ნახო. მე მინდა ერთი რამე განვაცხადო რომ ღვთისმადლით მე თუ დავიწყებ რაიმე ახლა პროექტზე, კინოპროექტზე მუშაობას, მე ძალიან მინდა რომ ეკა შენ, მაიკო, აუცილებლად ჩვენ აუცილებლად გავაკეთოთ ფილმი. არ ვიცი ეს დიდი ფილმი იქნება, თუ პატარა ფილმი იქნება, მინდა რომ ჩვენ ერთად ვიმუშაოთ. და რა ვიცი, ეკა ხო არ გექნება რაიმე როგორ არ მეკნება, კითხვა მინდა გენაცვალე, აბა. რას ნიშნავს თქვენთვის აი ჩვენი გადაცემის ესე ვთქვათ ჩვენთან რა ჩვენთან ქვია გადაცემას და ჩვენთან რას ნიშნავს თქვენთვის აი სიტყვა ჩვენთან იცით ეს ჩვენთან არის ისეთი დიდებული სიტყვა ჩვენთან ანუ ჩვენ ვარ ჩვენიანები ჩვენებურები რაღაცა ჩვენთან ეს უკვე გამსმარი ხარ უკვე კარგია და ეს უკვე ნიშნავს რომ ეს რაღაც არის ჟაბას ეს არის რაღაც გათბობა ეს ერთმანეთის გაცვლა ენერგიის ჩვენ ხო ენერგიებს ვცვლით წინამდეში მაგრამ შეგვიძლია ზოგადად ენერგიები ერთად შევაჯამოთ და ზუსტად ის სინერგია მაშინ წარმოიშობა და ჩვენ შეიძლება თები დავზრათ ადგილები მაგალითად საოცარი მუხტი მივიღე ხა ხო აიტო მუხტი უნდა იყოს იმიტომ ჩვენ ერთმანეთს და გავაძლიეროთ ხო ღმერთმა გაგაძლიეროს მაგრამ ღმერთმა ღმერთში იღულისხმება ადამიანები რომ შენ გარშემო ცინის ღმერთი მართავს იმ ადამიანებს და ეს გაძლიერება ხდება მათაც მithაღლიელი ერთმანეთს ხიდი უნდა ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ ხალხმა გავაკეთოთ მე გეუნე ენერგია სულ რაღაც 75 წლის კაცი ვარ რაღაც ეს არაფრად არის აი ეგ მინდოდა კიდევ ერთხელ აი რომ 75 წლის იუბილეზე მე და ეკა ვიყავით მოწვეულები და მახსოვს იყვნენ ამერიკიდან შესანიშნავი მხატვრები ჩამოსულები ისრაელიდან იყვნენ მხატვრები ფოტოგრაფები მხატვარი იყო ამერიკიდან გადასარევ მე დაუმეგობრდი Facebook-ში იურა ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისათვის ძალიან დიდი მადლობა აი იუსკის აი ამ ქართული კინოს მხარდაჭერისათვის რომელმაც მოუწა სკანდინავიური ესთეტიკის მატარებელი არა სკანდინავი არ არის ცუდი შევითვისოთ ყველაფერი ჩვენი არ დავყარგოთ თუმცა დიდი მადლობა აი ამ ვინოტელს შესანიშნავი თავგვერისა და საფერავის ნაზართვის რომელიც
გახდა ჩვენი დიალოგისთვის მეგონი ძალიან თბილი ინსპირაციის წყარო. ნახოთ, შტაგონება ვთქვა. ძალიან დიდი მადლობა და ჩვენს მაყურებელს დავემშვიდობოთ კეთილი სურვილებით. თუ მობზადებით თქვენს დაგალევინებთ აი მაქვს ახლა კიდე ჩვენთან გამოიწერეთ ჩვენი არხი გახდით თანამონაწილე ჩვენი პროექტში ვაკეთოთ ერთად ჩვენი საქმე აბა კოცნით აი ამ წიგნზე ხო ვსაუბრო ეს წიგნი ამით რატომღაც ვამაყობ რა არის მაგ 36 წლის სურათებია ჩადებული ეს არის საქართველოს ორმაგი გვერდები ასე დავარქი უსნაურს რატომ ორმაგი გვერდები იმიტომ ეს გვერდები სურათები ისეა განლაგებული აქ რომ ერთმანეთს ავსებენ ერთმანეთში კონტრადიქტებში შედიან რაღაცები ხდება ხო რაღაცები ხდება ზოგჯერ გრაფიკულად ხო და იმიტომ მე მინდა გაჩუქო ჩვენთან ეს წიგნი ეკას შემოკარგო ლამაზი ქალის კოცნა მახას შეიძლება როგორ არა აი კალამით აქ არის და ეს პირველი საჩუქარია სხვათა შორის ეხლა ისეთი კარგი რაღაცა თქვი რომ აი ერთმანეთს ავსებენ და კომპოზიცია რომ მე რო არ თქვა ეხლა არ შემიძლია თუმეტეს ამ ალბათ შემდეგ გადაცემაში ბატონი კონსტანტინე გამსახურდია გვეყოლება ჩვენს კაი სიზავთ ესე იგი ეროვნული ბიბლიოთეკის და თვითონ კოკოსი რა ქვია კოკოს გამოისობით მისი იდეა არის ესა ხდება გადასარევის საქმე ქართული ლიტერატურული გმირების კალეიდოსკოპი არის და თანავარსკვლავედი და აი ხატავს ეგ არის ისეთ საოცარი ნახატი შეიქმნა რომ ერთმანეთის გვერდით ეს 70 გმირი აი კომპოზიციაზე გამახსენდა თითქოს სრული ერთი მთლიანი ნახატია ისე ავსებენ ერთმანეთს კომპოზიციურად ასე რომ ცოტა ხანში ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება ჩვენ კიდევ ერთი და სხვა მრავალი არა ჩემო იურა აუცილებლად უღრმესი მადლობა შენი ასეთი ძვირფასი შემოკარგო ეს არის უღრმესი მადლობა თქვენ მე ხომ ეს ჩვენ გვაჩუქა ერთობლივად ჩვენ აჩომბრე სულათი განავიღოთ მადლობა თქვენ გაიხარ მადლობა ჩართულია ეს მოდი გეძებს ავშეთ აბა მე გადმოიდგენია მე კომპოზიცია იყო თუ იმით იღებთ მეც მოვა აი კიდე დავაჭერ კიდე აბა მივაჭრუნოთ და აი ეს დაიწყე მანდ ახლა აციფციდე უსტრაფა და იმის შემდეგ იქნება აშკარად გადაღება იმიტომ ცოტა იყავით ზად ეუბრი აი ასე იცის მაგა კი ბატონო